მოდი რა რა წვნიანს დახრიპავ და მოხვალ კაცო მოდი რა აგინდა ბაჭო აი რა რატომ ძაბავ ბაჭო რა წვნიანი ჩემო კარგო სხვათა შორის ძალიან სასარგებლო ორგანიზმისთვის ეგრე მაშინ ლუდინა ტახტარი დახრიპე წვნიანი არ არის თუ რა იცი რა არის ჩემო კარგო ეხლა ლოგიკურად რომ მივყვეთ შენ აზრთა მსვლელობას პრინციპში მართას იძახი მაგრამ ლოგიკურადვე ჩემი აზრით ეს ყველაფერი წმინდა წყლის დემაგოგიაა ჩემო კარგო რა სიტყვებს ხმარობ რანაირად ლაპარაკობს ზოგი სიტყვის მნიშვნელობაც არ ვიცი რა ხალხში გაქვს ურთიერთობა რა სამეგობრო ყავს რა არის რა უბედურება ბაჭო გეხოცები რა ნუ დამძაბავ ძალიან გთხოვ მითხარი ეხლა რატომ მომიყვანი აქ ჩემ გარაგინდა რატომ მოგიყვანე აი კაცების დღესთან დაკავშირებით რო შეგვიკვეთონ კონცერტი ხო უნდა ვიყოთ მზად კი ბატონო როდის არის კაცების დღე არ არის ნოდარ მაგრამ აი რო თქვან რომ აი ხვალ არის კაცების დღე სად მიდიხარ მე ნუ კი ბატონო მართას იძახი მზად უნდა ვიყოთ კი ბატონო მაშინ ავირჩიოთ რაღაცა რა ვიმღეროთ და დავიშალოთ ვი კაცებზე კაც ვიზე გვაქვს კაი ესეთი კაცი რა აი კაცი ისეთი როგორ გითხარ ხა გუჯაზე გვაქვს სიმღერა ვიმღეროთ გუჯაზე კი ბატონო ბაჭო ეგრე მითხარი რატომ ძაბავ ასამეგობრო და ის რა შუაში შენ ძაბავ ბაჭო აბარაში არა საიდანღაც მოგაქ რა რაღაცა რაც შენი არ არის მოდა შვენი არის სიმღერა გუჯა ახალგაზრდა და დროს ატარებს როგორც უნდა მოსწონს ფითქინა ქალები თეთრი როგორც თოვლის გუნდა ყოველ საღამოს გუჯუკა ბარში წვეულებებს მართავს მერე მიაპროწიალებს ხან ელენეს და ხან მართავს გუჯა როგორც უნდა მართავს ხან ელენეს და ხან მართავს როგორც უნდა მართავს აი როგორც უნდა რა ხო ხტები მოემზადე მერე მაგრამ ხანგრძლივე სოფელი მაის გახარებს ვისმესგანა მაის შართო რა არ ვიცი რა მოაფიქრა გუჯამ ცოლი მოიყვანა ახმა რომ თარბოდა ჩვენით მახუჯუჯა გუჯა ახლა სახში დამჯდარა და თმებს იპუტავს ბღუჯა მახუჯუჯა ბაჭო არ მინდა ეს რატო რატო ბაჭო ეხლა იცი რა შენ იცი ჩემ იმას იყენებ რა ანუ იცი რომ რაღაცაში აყვები უარსარებს არ ეხლა უყურე რა ხდება შენ მაბღერებ ადამიანზე რომელმაც მოიყვანა ცოლი გასაგებია მანამდე რა ხდებოდა ჩემო კარგო ერთი წუთი დავლაგდეთ რა ანუ ადამიანი ერთობოდა ხო დავლაგდეთ ადამიანი ერთობოდა დროს ატარებდა ეხლა მოიყვანა ცოლი დაждდა სახში და ზიცოლთან ერთად რა ხდება ბაჭო ადამიანი მონოგამია ბაჭო რატო დავცინით რატო ვაჭერ წიხს ჩვენ ბაჭო ალტრუისტები უნდა ვიყოთ გესმის ჩემო კარგო მოდი ეხლა ნოდარ ეს ჩვენ ეხლა ხო არ ვიცი როგორ უნდა გიპასუხო აი ამ ტრუისტებზე და გამებზე ხო გავაგზავნოთ ბაჭო უბრალოდ გეტყვი ერთ რამეს კარგი გუჯამ მოიყვანა ცოლი და არ გვინდა ვინც არ მოიყვანა ცოლი იმაზე ვიმღეროთ ვინ არ მოიყვანა ბატონო მე რა ვიცი ვინ არ მოიყვანა ზურიმ ბოჭე ზურიმ ცოლი არ მოიყვანა ბოჭე შენ არ იცი რა მოხდა რა მოხდა მე რა ვიცი აბა რა დაუკარი გაგახსენდება მართალი ხარ ჟენიერია ბაჭო ზურიზე ისე აკამდეს მოგვიღერა ჩვენ ამოვემზადე ღერი ზურიზე ასე ვამბარარი იამბარი ირობარი ასე ვამბარარი იამბარი ირობარი ზური ჯერ იწვა ნანასთან ერთვეში წავიდა სხვასთან გამწარა ზინაიდა მიატოვა ვინაიდა გამწარა იულია და სულ არ უნდა
ალინათელა საერთოდ გადათელა ასე რომ ამბარი დიამბარი დიამბარა დიამბარა დიამბარი 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 დიამბარა დიამბარა დიამბარი მერეკი იწვა თინასთან სულ 8 დღე იყო იმასთან იწვა დღეში იწვა ზღვაზე ჟურნალების მაგიდაზე ანგელინა მიატოვა ასე საკონდიტრო მაცივარზე ოპა ზური მრაც დრო გაატარა ბევრი ქალი გამწარა ხოდა ბოლოს სადაც იწვა ზური ბოლოს სადაც იწვა ზური ხოდა ბოლოს სადაც იწვა ზური სარცით არის მოხაზული ასე რომ ამბარი დიამბარი დიამბარა დიამბარა დიამბარი სოლნალარი დიამბარი დიამბარა დიამბარა დიამბარი ასე რომ რა გინდა ბაჩო რა გინდა შენ რა გინდა მომითხარ გასაგებია ჩემო კარგო ბაჩო გეთანხმები რომ ერთის მხრივ ეს ამბავი ძალიან დელიკატურად მივაწოდეთ მსმენელს მაგრამ მეორეს მხრივ და ჩემი აზრით ეს ისტორია ზედმეტად ფატალურია ბაჩო ვაიმე ვაი შენავად მახსენებებს ჩემო კარგო ხო თუ ეხლა ეს ამბავი ზედმეტად ფატალურია ნოდა მოდი ნაკლებად ფატალურზე ვიმღეროთ კი ბატონო ხო და ხო გვაქვს იმ ქალზე ჩვენ სიმღერა ეს ნაკლებად ფატალური რომელიც ვენერა ხო ვენერა ბატონო ბაჩო თქვი ხომ ძალიან გითხო მე უდამზაბავ ძალიან თუ ჩემო კარგო არა უდამზაბავ და კი ბატონო ქალბატონი ვენერა არის ენერგიული გუშინ გამომატანა რაღაც ვენერიული პირამ პარამ 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 პირამ პარამ პარამ პირამ პირამ რა არის ბაჩო ხო გავიგეთ რომ ვენერამ ვენერიული გამოგატანა მაგრამ რა რატო ახველებ ყელი მტკივა ბაჩო და რა ვიცი ყელი მტკივა და მაგიტო უბრალოდ ყელი მტკივა არანაირი კი ბატონო ჩემო კარგო გასაგებია რომ ფატალური არ გინდოდა და ზედმეტად ბრუტალურია მე მაგაში რა გითხრათ იცი რა ეს იმპროვიზაცია მე მგონი ჩვენ ამ მიმართულებით უნდა წავიდეთ აი დაუშვეთ ადამიანს ტკივა ყელი ხო ხდები კონცერტის დროს ეს ხო იმპროვიზაცია ერთგვარი ჩემო კარგო ხო მოდი არ გვინდა გეხვეწები რა არ გვინდა იმიტომ რომ კონცერტის როდის გეტკინება ყელი არ გეტკინება ამაზე ვერ დავეყოდნობით ჩვენ მოდი რა ისეთ ადამიანზე ვიმღეროთ ისეთ კაცზე ვისაც აი ქალი ეცოლი ესე ხელში რო ყავს რო უჭირავს ესე ხელში და რო თავისი ის ბატონო ჩემო კარგო ხო ვიმღეროთ ესეთ ადამიანს ხარი ვიზე ვიმღეროთ ზაურა ზაურა რა თქმა უნდა ზაურა კი ბატონო ვიმღეროთ ზაურაზე გეთქვა ბაჩო და ვიმღეროთ ხელის ჩამორთმევა არა ვერა ვერა თორე სულ ზაბო ბაჩო სულ მეჩქო არაფერი არ მოგწევს ჩემ მიდი კაცო გასაგებია კარგი ესე არ გამოვა ბაჩო დილიდანვე სახლში იყო ძალიან ცუდი აურა სულ გაგიჟდა კაც აღარ გავს ქამუშაძე ზაურა კუთხეში ყავს მიმწყდეული თავის ცოლი ლაურა დადაგინა სადადაბისთან რამდენჯერი კარგი ნოდა კარგი რა კარგი რა ბაჩო რა არის კაცო ამ ბოლო ტექსტებს რატო წვი მე სხვა ვერსია მაქვს ჩემო კარგო მეგეთყვი ახლა იცი რა არის ჩემო კარგო ბაჩო ეს სიმღერა არის ოჯახურ ძალადობაზე ხო ხდები სხვათა შორის ევროპაში ეს თემა არის ძალიან აქტუალური ბაჩო გუშინ ვიჭექი ჩემს სამუშაო მაგიდასთან და ჩემს პირად კომპიუტერში რაღაცებს ვათვალიერებდი ძალიან საინტერესო ინფორმაცია ტვიტერზე ამოვიკითხე იცი რა არის გეტყვი ბაჩო ინდირა სხვა მოიცადე რა შენ ჭირიმე ნოდარ კარგი რა მოდი რა ეხლა რა გაჩერდი გეხვეწები რაღაცა ამ ტვიტერებზე და იმებზე ნუ მელაპარაკე მოდი ეხლა ისეთ კაცზე ვიმღეროთ ისეთ კაცზე რომელმაც გაიარა ცხოვრება
და უკან მოხედვის არ წვენია. აი, ხო თქვი ახლა ეს, აი, გასაგებად ადამიანი. რა თუნდა ეს ტვიტერები და ინდირები და რაღაცა ეს ამბავი. არ არის პრობლემა, ჩემო კარგო, უბრალოდ ნუ დამზაბავთ, თორე ვიმღეროთ მაგ ადამიანზე, უნდა ვიმღეროთ, იმიტომ რომ ყველა უნდა გაიგოს. ვიმღეროთ, ნოდარ, ვიმღეროთ. მაგრამ ისე რა ძიწყდება ბაჭოური, ჩვენ ხო ერთი გუნდი ვართ. შენ როცა მეჩხუბები, მე ცოტა სხვანაირი ხასიათზე ვდგები. აი ესეთი, აი გადმომედება მე. გადამოდე. მამა კუთავი მამა წევს და ლეგენდას უყვება შვილებს. მამა კუთავი მამა წევს და ლეგენდას უყვება შვილებს. ხატვარის ახს რომ გაყიდის და რომ მიყიდის ყვავილებს. 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 ეუბნება თავარია კაცობა და მეობა არასოდეს გააკეთოთ აი ესეთი ბაჭო ჩემო კარგო იცი რა არის მე ახლა დავფიქრდი და ეს ყველაფერი უკვე წარსული ამბავია ხო რას უყვები ჩვენ ახლა რას ვატყვი ჩვენ მომავალს წარმოვიდგინე კაცების დღეა ხო იქ კი ბატონო კაცები იქნებიან მაგრამ ქალბატონებიც ხო იქნებიან ნამდვილ კაცებზე ვიმღეროთ ბაჭო აი ახლა რა შეგვიძლია ჩვენ აი დავანახოთ ხალხს წარმოვიდგინე გასათხოვარი გოგოები ზიან წარმოუდგენიათ ეს ყველაფერი მხატვრულად ხაპრულად მიაკითხავს თეთრ ცხენზე ამხედრებული პრინცი დაუჩოქებს ეს სულად გაყვება რა გინდა დაალევინებს იცხოვრო რა მინდა ბაჭო და რეალურად კაცები რაც ვართ იმაზე ვიმღეროთ რა როგორ რეალურად შემოკარგო ვიმღეროთ რა ვართ რეალურად აი ნამდვილად რა შეგვიძლია რამდენ კაცებს ვიმღეროთ ვიმღეროთ მაშინ ოღონდ რაღაცა ვიმღეროთ ისეთი რომ მოგეწონოს არაფერი არაფერი უბრალოდ მინდა რომ ადამიანებმა დაინახონ კი ბატონო ხო მე მაქვს ერთი შენ ეს მოგეწონება ეგა თეცხენზე ამხედრებულ პრინც ვინმე თუ ელოდები თავებს ნუ მოიტყუებ ასეთ კაცზე ოცნები ყველა კაცი აბოყინებს ხანდახან აკუებენ ხვალიდან წვეთს არ დავლევო ყოველ დღე გატყუებენ Sifkhanen maxilartan Quabidan sadiloben Restornis gamosas liltan Tsqevas artakiloben Ho Khrinaven sashinel khmaze Misken miakt sabani холод ერთი რამ ახარებ დღე და ღამე ბაბანი ხოდა ბაბანი ჰო ბაბანი 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 აი ეს არის ბაჭო ესა აი ეს არის
ხო? რა? აი ეს არის, ბაჭო, აი ეს არის სიმღერა. ხო? აბა, შენ რა ხარ მოგეწონა? ხედავ ბაჭო, ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. ხედავ როგორი მესიჯი გაუგზავნე ჩვენ სამიზნე აუდიტორიას. წავალ მე ახლა ჩემ წუნიანს დავხვრიპავ. რაღაცა საჭმევენ ამას.